საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 50 გახდა. აზბალიან შკალაზე 50 საშუალო შედეგია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად ქვეყანას ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ ქონია მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ის პირველობას ინარჩუნებს. 2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით საქართველოს ქულის კლდა და შესაბამისად კორუფციის რისკის ზრდა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლასა და ავტოკრატიის აღზევებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. საქართველოს შემთხვევაში კარგად ჩანს თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ კორუფციის რისკს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ეგრეთ წოდებული მსხვილი აგენტების კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს. პარტიამ ასევე გააძლიერა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა. 2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ავტორიტარულ შემოbrunებაზე საუბრობენ, რაც გამოიხატება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლოზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავების მცდელობით. ეს მწვავედ ზრდის კორუფციის რისკებს და მთლიანობაში აზიანებს ქართულ საზოგადოებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზირებული ჩარევის შედეგად მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად, ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით კორუფციის აღქმის ინდექსი ძირითადად ზომავს თუ რამდენად არის კორუფციისადმი მოწყვლადი ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი, მაგალითად რამდენად არის გავრცელებული წვრილმანი მექრთამეობა. საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. თიაის თქმით კი, საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა. კორუფციის აღქმის ინდექსი 182 ქვეყანაში ტარდება. სახელმწიფოები ფასდებიან აზბალიანის სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.